როგორ შეიცვალა გამბაჟების ღირებულება? იცით რომ 6 წელზე ქვემოთ წლოვანების მანქანების შეზღუდვა მოხსნეს, სამაგიეროდ გაძვირდა გამბაჟება. გამბაჟების გაძვირება ეხება იმ მანქანებს, რომლებიც 1 აპრილის შემდეგ ჩაიტვირთება. 1 აპრილამდე ჩატვირთულ მანქანებს, ან რომელიც გზაშია, ან რომელიც უკვე შემოვიდა, ამ მანქანებს ეს არ ეხება. შეხედეთ ახლა რა მოხდა ყურადღებით. 2013 წელს ქვემოთ ისევ დარჩა რომ არ შეიძლება ამ მანქანების ჩამოყვანა, აქ არაფერი არ შეცვლილა. ეს ეხება მსუბუქ ავტომობილებს მხოლოდ. ესე იგი 2013-დან 6 წლამდე მანქანები, ანუ 2020 წლამდე გახდა 4.5 ლარი 1 კუბური სანტიმეტრი. ანუ მანქანა, რომლის ძრავის მოცულობა არის მაგალითად 2 და 5, ანუ 2500 მრავლდება 4.5-ზე. და ამდენი იქნება დაახლოებით მანქანის გამბაჟების ღირებულება. აქციზი ეხლა 6 წელზე ახალ მანქანებზე გამოიყურება ესე რომ 2025 წლიაზე აქციზია 1 ლარი 24-აზე 1 ლარი 23-აზე 1 და 4, 22-აზე 1 და 2, 21-აზე 1 და 20-აზე 8. ანუ ყველაზე რენტაბელური ეხლა 20, 21, 22-ია, აი ეს 3 წელი წლევანდელი წელის მონაცემებით. შემდეგ წელს უკვე 2020-იანი აღარ ჩამოვა და აქ მოკლედ იქნება 2026 და ალბათ მოკლედ ეს ჩამოინაცვლებს ეს ციფრები. აი ესეთი სიტუაცია გვაქვს მოკლედ დღეის მდგომარეობით, მე მგონი გასაგებად აგიხსენით. და ამ ნაწილში მოკლედ კითხვები მეტი აღარ უნდა იყოს. ეს ეხება მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებს, არ ეხება სატვირთოებს, არ ეხება მოტუებს, არ ეხება ბაგებს, კვადროციკლებს, თოლმავლებს და ასე შემდეგ.